ალექსანდრე არახამია 10 წლის. სწავლობ მეშვიდე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. 1 წელი და 3 თვე ვთამაშობ West Georgia-ს გუნდში. მახსოვს პირველი დღეოცა West Georgia-ში მივედი, არავის ჯერ არ ვიცნობდი და ნერვიულობდი ცოტაც. ჯერ მწვრთნელი გავიცანი ყველა ორივე და შემდეგ ბავშვები. ყავს ორი მწვრთნელი, ბაჩი მასწავლებელი და გიორგი მასწავლებელი. ბაჩი მასწავლებელი უფრო მხიარულია და გიორგი მასწავლებელი უფრო სერიოზულია. ორივე კარგი მწვრთნელია და სულ მიხარია West Georgia-ში მისვლა. მე ვთამაშობ მარჯვენა თავდამსხმელის პოზიციაზე. პირველად რო შევედი ნახევარმცველად ვთამაშობდი. გოლებსაც ვიტანდი უფრო პოზიცია რო შევისვალი და შემდეგ გავხდი. ახლა სადაც ვარ ეს პოზიცია არის ჩემთვის იდეალური. მოიძახე ჩემი მთავარი მოვალეობაა ასისტების გაკეთება. ისე რა თქმა უნდა მიყვარს გოლებიც გატანას. ჩემს კარიერაში გადანილი მაქვს 95 გოლი. ერთი გოლი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. კუთხური ჩააწოდეს და საჯარიმოში ვიყავი და თავით დავარტყე და გავიდა გოლი. ისე კარგად დავარტყე რომ მეკარე არც გაქანებულა. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა ზუსტი პასი. გამოსაწორებელი მაქვს დრიბლინგი. ერთი წელია დავდივარ და ჯერ ერთი შეჯიბრო მქონდა სპორტ სკოლასთან. კარგად ვთამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხდით. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ნეიმარი, საყვარელი გუნდია კი ნაპოლი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 6 ნომრით. 8 წლის გავხდი, მაშინ გადავწყვიტე რომ ფეხბურთელი გამოსულიყავ. ფეხბურთს ალბათ ვითამაშებ 37 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ შეიძლება რომ პოლიციელი გავხდე, ან შეიძლება გავხდე ბიზნესმენი. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი მასწავლებელი და კარგი კლასელები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნიკა შავლიძე, ყველაზე ჭკვიანია მარია მიქაბერიძე, ყველაზე მშვიდი არის ლუკა ბერიძე, ყველაზე ცელქია დემეტრე გიორგაძე. მე ვარ ყველაზე დინჯი და ზრდილობიანი. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელი არის ნათია მასწავლებელი, რომელიც მასწავლის ისტს. ის არის კარგი, მშვიდი, კეთილი და სხვა ძალიან კარგი თვისებები აქვს. ზოგჯერ ვგრძნობ, რომ განსაკუთრებით ვუყვარო. ახლა მინდა ვიყო 13 წლის. იმიტომ რომ უფრო მოქნილი ვიქნებოდი ფეხბურთში. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი ორი დეიდაშვილი, ბებია, ბაბუა და დეიდა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 9 წლის და ქვია სესილი. ის არის ლამაზი, ზოგჯერ ნერვებსაც მიშლის, ბრანჭიაცა, ნერვებს მიშლის დილით, როდესაც ჩემ ლოგის არ ვალაგებ. და მაძალებს. ჩემი აზრით სესილი რო გაიზრდება, გამოვა მხატვარი. მამიკო არის მოქნილი, ძლიერი და ჩემი დიდი გულშემატკივარი. დიდი გვარის ლამაზი, ზრუნველი, თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს შემწვარი ქათამი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად შეწვავს კვერცხს. ვარ კარგი ბიჭი, მაგრამ სამწუხაროდ ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 27 წლის. შვილებს დავარქვევ სანდროს, ნანას და თევდორეს. ჩემს ცოლს დავარქვევ ნათიას. ბევრი ფული რომ მქონდეს, რას ვიზავდი? ახალ სახლს ვიყიდი, შეიძლება მანქანაც მეყოლოს და ცოლ საჩუქრებსაც ვიყიდი. რადგან ოჯახი რომ მქონდეს, ყველა ღარიბს გავამდიდრდებდი. სამოგზაუროდ სიამოვნების წავიდოდი ესპანეთში. მიყვარს კითხვა თუ წიგნი არის საინტერესო. ჩემი საყვარელი წიგნია სპილობა ბარის თავგადასავალი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა: ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ დეიდაშვილ ნოდა ჟორდანიასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას: რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია კარგი მანქანა. 29 წლის რო გავხდები, ვიყიდი მწვანე BMW-ს. მედინერება არის ფეხბურთის თამაში, ახალი მეგობრების გაჩენა, დედიკოსთან ტკბილად ყოფნა და სხვა ადამიანებთან ერთად. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.